მედიკამენტების გაცემაზე კონტროლი მკაცრდება, თვის ბოლოდან წამლების დიდი ნაწილი მხოლოდ რეცეპტით გაიყიდება. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ჯგუფთან ერთად ახალი რეგულაციები იმ 6 დასახელების პრეპარატზეც გავრცელდება, რომელსაც ნარკოტიკული თრობის საშუალებად იყენებენ. სხვადასხვა მედიკამენტით ნარკოტიკული თრობის გამო სასწრაფო დახმარების გამოძახებების რიცხვმა ამ სამსახურის ინფორმაციით ზაფხულის შემდეგ შედარებით იკლო, რაც ექიმების ვარაუდით ჯანდაცვის სამინისტროს ცვლილებებს უკავშირდება. სამინისტრომ რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების პირველ ჯგუფში კიდევ 6 პრეპარატი შეიტანა, რომლებიც ნეიროპათიული ტკივილის, საძილე თუ ხველის სამკურნალო საშუალებად გამოიყენება. თუმცა სპეციალისტების ინფორმაციით ხშირად მათ პირდაპირი დანიშნულების საწინააღმდეგოდ ნარკოტიკული თრობისთვის მოიხმარენ. სამედიცინო ბრიგადებს მისვლისას პაციენტები ხვდებოდა ყოველ შემთხვევაში კომატოზურ მდგომარეობაში, უგონო მდგომარეობაში, სადაც პირველი დახმარება ხდებოდა ადგილზე ჩვენი მხრიდან და შემდეგ ხდებოდა უკვე სტაციონარში პაციენტების გადაყვანა. ზაფხულის პერიოდი იყო პიკი. ამ 6 მედიკამენტზე ახალი რეგულაციების მოსარგებად აფთიაქებს კიდევ 9 დღე აქვთ. ფარმაცევტულ კომპანიებში ადასტურებენ, რომ მსგავს მედიკამენტებზე მოთხოვნა შესამჩნევად დიდი იყო. როგორც ეს ერთი და იგივე ადამიანები კითხულობდნენ, ვისაც სხვა მიზნით უნდა ამ მედიკამენტების გამოყენება, იყო ასეთი შემთხვევები, ჩვენს ვაკვირდებოდით. ეხლა უკვე როგორც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული, ისე მოხდება მათი გაცემა. რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების კლასიფიკაცია რამდენიმე ეტაპად ხორციელდება. პირველ ეტაპზე ნარკოტიკების კლასიფიკაცია ეფედრინისა და კოდეინის შემცველ მედიკამენტებს მიანიჭეს. 6 პრეპარატი კი, რომელიც ნარკოტიკის მსგავს ნივთიერებებს შეიცავს, ამ სიაში მომდევნო ეტაპზე მოხდა. მეორე ეტაპი ეს არის გარკვეული ჯგუფის მედიკამენტების, რომელიც არის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი, ასევე შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც მცირე სახით ნარკოტიკის მაგვარ ნივთიერებად სინთეზირდებიან ორგანიზმში. მათი ეტანა ასევე პირველ კატეგორიაში, რაც ნიშნავს, რომ სავალდებულო რეცეპტით გაცემას დაექვემდებარება, ოღონდ არა ნარკოტიკების კატეგორიაში. მედიკამენტების ამგვარი კლასიფიკაცია პარლამენტის დადგენილებით რეგულირდება. რეცეპტით გასაცემი წამლების სიას კიდევ რამდენიმე პრეპარატი დაემატება. 6 პრეპარატი, რომელიც ვიმეორებ არასათანადო გამოყენება შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობაზე, შეიძლება იყოს ნარკოტიკული თრობისათვის გამოყენებული. აი ეს არის პირველი ეტაპი, როცა ეს პრეპარატები უკვე დაემკვიდრება იმ მკაცრ წესს, რაზეც უკვე დაქვემდებარებულია პირველი ჯგუფის პრეპარატები. მედიკამენტების რეცეპტით გაცემის დანერგვის თაობაზე ჯანდაცვის სამინისტრო მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას გეგმავს. სექტემბრიდან კი ახალი რეგულაციების სრული დატვირთვით ამოქმედდება.